Როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქის საცობებისგან ამ თემაზე განცხადებები გააკეთეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. ისინი მზად არიან დედაქალაქის მერიას 9 მაისს ამ პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური გეგმა წარმოუდგინონ. სამოქალაქო სექტორის წევრებმა თბილისის მერიას საცობების მოგვარების კუთხით არაეფექტურ ღონისძიებებში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით შეცდომა იყო თბილისში ამ მიზნით დუბლინიდან ექსპერტების ჩამოყვანას. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დედაქალაქის მერი. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის საავტომობილო საცობები, რაც ჩვენს მოსახლეობას უქმნის ძალიან დიდ პრობლემებს და დისკომფორტს, ხელი ეშლება მათ ეფექტურ გადაადგილებას და კომუნიკაციას, ასევე ეს პრობლემა ძალიან ცუდად და მწვავედ აისახება საგანგებო სამსახურების ეფექტურობაზე. ტექნიკური დათვალიერებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ბრალსდებთ იმაში უმოქმედობაში, რას ნიშნავს ეს, რომ შეიძლება გადაწიოს შენ 2017 წლამდე, მაგრამ მანამდე მაინც სამოქმედო სტრატეგია და გეგმა უნდა გქონდეს, როგორ გადადიხარ ამაზე, იმიტომ რომ დღეს რო შემოვიღოთ ჩვენ აი ამ წუთას ტექნიკური დათვალიერება, ჩვენი გათვლით დაახლოებით 350,000-ზე მეტი ავტომობილი ვერ გაივლის. ჩვენთან მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიქმნა და ამ ჯგუფსაც დავალებული აქვს, რომ მოამზადოს დედაქალაქის საცობების განმარტვის და განტვირთვის სტრატეგია. შესაბამისად, ნახოთ, რას მოამზადებენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ მათგანში შევხვდებით და ნებისმიერ წინადადებას, რაც შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მოვისმენთ და განვიხილოთ. უფრო ჩქარი ტემპი, რა თქმა უნდა, უფრო მიზანშეწონილი.